სიზარხთა შემავიწროებელი არის სხირის ნაზალურ სტეროიდებს ვეძახით. დიდი ჯგუფია, ძალიან კარგია ბავშვებშიც ვნიშნავთ, მაგრამ ამასაც ექიმის გარეშე მანდ-ამაინც ნუაიღებ და არსებობს დამატენიანებლები, აი ზუსტად ვახსენე, ზღვის მარილის შემცველი, ზოგს დამატებულია გლიცერინი, ზოგს დამატებულია პროპულეზი, ზოგს დამატებულია პანთენოლი, ნებისმიერ. რამდენხანაც კიდე, რამდენჯერაც კიდე. არსებობს ასეთ სხირის ზეთოვანი ხსნარები, არის ესეთი ფორმულა რინოქსი მაგალითად, ძალიან კარგია, მენთოლსაც შეიცავს ხსნის რაღაც დოზით. არსებობს ბუნებრივი რაღაც წამლები, რომლებიც ასევე თავისით ხსნის. აი ეს რამდენიც გინდათ, როგორც გინდათ. თუ არ დავარქვით სახელს რისთვის ხმარობთ, რას ხმარობთ, იმას ვირჩევთ მე იმის მიხედვით. თუ გვიჭირთ ცხრით თქვა სიტყვაზე, ვისხამთ იმას, რომელიც გაგვიხსნის, მაგრამ 7 დღის მერე უკაცრავად ხმ მოგვე თავის ფუნქცია. არის ეს მოჭერა ალერგიული და არის ეს გაციებისგან, ხო? გაციების დროს ხმარობთ იმას და ანტიალერგიული სხირის წვეთებიც არსებობს. იმისი მოხმარება ხანგრძლივად შეიძლება. და ძირითადად მაგ წამლებით ვანაცვლებთ ჩვენი წამალს, მაგრამ ამას არ აქვს ესეთი სწრაფი მოქმედების მექანიზმი. სხირიდან სუნთქვის, როგორც გაურჯობესებით, როგორც იმას. ამიტომ რას ვაკეთებთ? ახლა მაგას დაუწვდის ის 45, ზოგი 45 წუთი უწვდის. ზოგს 2 კვირის მერე ეწყება ეფექტი. სხირისგან. ამიტომ თლად კი ვერ გაამტყულებ პაციენტს, მაგრამ სწორად რო დაუსვებ აქცენტებს. აი უყურე ამას დააკვირდი. აი გაგიჭირდა ეს უბრალო მენთოლიანი საღეჭი რეზინი იმ წუთში გაუხსნეს სხირს. თუ რაიმე პათოლოგიაა სხირს და ჩაიწვეთებს ამას, იგივე გიდის გამრუდება, იგივე ეს ავიწროებს სიზარღვებით ლორწომას და სავალი იხსნება და სუნთქავ კარგად. ამ შემთხვევაში პათოლოგია თუ არ მოხსენით ამ წამალზე, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ არსებობს საერთოდ არაფერი არ აქვს შეცვლილი, მაგრამ ერთხელ რო ჩაიწვეთა, მეორე მესამე მეოთხე 10 ჯერ ჩაიწვეთა, 10 დღე ჩაიწვეთა უფრო. მე იმ წამალზე დამოკიდებული გახდა. ანუ არანაირი დაავადება არ არის, პირდაპირ დაავადებას ქვია მედიკამენტოზ დამოკიდებულება. ეს რას იწვევს? ჩაიწვეთოს ახლა რაღაცა ორკაპიკიანი წამალი, ამათ თუ კარგად ისუნთქებს. ეს წამალი იწვევს ლორწოვანის აბსოლუტურად განადგურებას დროთა განმავლობაში ადგილობრივად. გარდა ამისა, მეტაპლაზია ხდება ლორწოვანის და შეიძლება ეს გამშრალი გადაიქცეს სხვა რამეთ. ანუ მეტაპლაზია ნიშნავს ჩვეულებრივი ეპითელური ქსოვილის გადაქცევას რაღაცა ცუცახას არ ვიტყვი ახლა. შეიძლება მოხდეს იმას მერე სხვანაირი გარდაქმნა. გარდა მაგისა გამოიწვევს ცხვირის გიდის პერფორაცია და სისხლის დენები ცხვირიდან და ლორწოვანის გამოშრობა, თავის ტკივილი, თვალი, ვისაც აქვს გლაუკომა თვა, წნევის მომატება ზოგადად, ტახიკარდია. ხშირი ყოფილა ასეთ შემთხვევა, პაციენტი ახალგაზრდა მიდის გულის ექიმთან, ტახიკარდია აქვს და ჩაეძიები ცხვირის სიზარხვა წამლებზეა დამოკიდებული და იმ დღეს იხმარა 6 ჯერ და წინა დღეს და დაგროვდა ის და გამოიწვია ტახიკარდია. გამოიწვია წნევის მომატება თვალებში, ანუ ამის ხანგრძლივად მოხმარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.